რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვაფასებ იმ ადამიანებს, ვისაც ლაღაც ცხოვრება შეუძლია. ჩემთვის სილაღე აღარ არის შორეული იდეა, რომელიც ადრე მიუღწეველი მეკონა. ჩემთვის სილაღე არის ის პროცესი, რომელსაც ნელ-ნელა ვსწავლობ. სილაღე ჩემთვის ნიშნავს შიშების დანახვას, მიღებას და მათთან ერთად მოძრაობას. კომპლექსებისგან გათავისუფლებას, ახალი გამოწვევებისგან მიღებული დისკომფორტის მიღებას და მაინც ნაბიჯის გადადგმას. ძალიან მაგარი პროცესია, როცა გრძნობ როგორ სწავლობ საკუთარი სურვილების მოსმენას და მათთვის სივრცის მიცემას. ხედავ როგორ იშლება ნელ-ნელა ცხოვრება ჩარჩოებიდან, რომელშიც ადრე ვცხოვრობდი. რა სიტყვის ხალხი, მამის შიშით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტი, როცა ხვდები, რომ ცხოვრება არ არის მხოლოდ რისკის თავიდან აცილება. ის ნელ-ნელა ხდება საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი. დღეს უფრო ხშირად ვეღიმი, უფრო გულწრფელად ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. უფრო გულწრფელად ვეკონტაქტები ადამიანებს და პირველ რიგში საკუთარ თავს. ვაცნობიერებ, რომ ბევრი შეზღუდვა რაც მქონდა, სინამდვილეში ჩემგან მოდიოდა და არა გარედან. ახლა უფრო ხშირად ვამბობ იმას, რასაც მართლა ვფიქრობ. უფრო ხშირად ვცვამ კითხვებს, მაშინაც კი, როცა პასუხი შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩემი თავისთვის კომფორტული. ადამიანებთანაც უფრო გულწრფელი ვარ. ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ და აღარ მეშინია მათი დაკარგვის ისე, როგორც ადრე. ნელ-ნელა ვსწავლობ თავდაჯერებულობას, საკუთარი სურვილების სერიოზულად აღქმას და ცხოვრებისგან მეტი სიამოვნების მიღებას. რაც მთავარია დანაშაულის შეგრძნების გარეშე. ისევ მაქვს შიშები, მაგრამ ისინი აღარ მართავენ ჩემ ცხოვრებას. ისინი აღარ წყვეტენ ჩემს არჩევანს ისე, როგორც ადრე. ისევ მეშინია ემოციების, გრძნობების, სიახლოვის, ადამიანების დაკარგვის. მაგრამ ახლა ამ შიშებთან ერთადაც კომფორტულად ვცხოვრობ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარ მინდა ცხოვრება იყოს უინტერესო, ჩაკეტილი და სიცარიელით სავსე. ახლა უფრო ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს იმაში, რომ მინდა გამოვცადო, მინდა ვცადო, მინდა შევიგრძნო, გავრისკო. ხანდახან ისევ მეშინია ადრენალინის, სიახლის, თავისუფლების. მაგრამ უკვე ვიცი, რომ შიში არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა გააკეთო. სილაღე ჩემთვის არის შიშის მიუხედავად მოძრაობა, საკუთარი თავის ნდობის სწავლა და ყოველდღე უფრო გულწრფელი ცხოვრება საკუთარ თავთან. შესაძლოა, სწორედ ეს არის მთავარი ცვლილება. როცა აცნობიერებ, რომ ცხოვრება აღარ არის მხოლოდ უსაფრთხოება. ცხოვრება იწყება იქ, სადაც მე ვირჩევ, ვიგრძნო და ვიცხოვრო.